რაღაც უნდა გითხრა, კონჩენტინა. დიახ. რომელი ყოფილ ხართ კალაბრიაში? მე არა. არც შენ, არა ძუნძულა. კალაბრიაში კლდოვანი ძალიან ძნელად, უძნელესად დასამუშავებელი მიწა. რკინის მძიმე წვეტიანი ლომი უნდა ურტყა დამუშავებას თუ მოისურვებ. ყოველი გოჯი ეს წამება. შენ კი კონჩენტინა. დიახ. ახლა რომ გიყურებ. აბა ცოტათი შეატრიალე თავი? ასე? ასე. აი შენს თავს რომ ვაკვირდები, მიუხედავად აფუებული ვარცხნილობისა, მაინც ვხედავ შიგნით რა ხდება. რა? შენ ნაზი ტვინი გაქვს. აქა-იქ ნაოჭებით მკრთალად გადახაზული, მაგრამ შენი თოთო ტვინი გაცილებით უფრო ძნელად დასამუშავებელია ვიდრე კალაბრიის მიწა. ერთი ბეწო რაიმე ადამიანური რომ შეგაგნებინოთ. რკინის ლომიც კი არ მიშველის. შენ კონჩენტინა მართლა სულელივით რომ აპრიალებ ხვალებს. რკინა რომ ჩაქცხონ ღმერთმა დაგიფაროს და გულწასული მიხვდები რამეს. არა და ლაპარაკი თქვენ არ გესმით. არც დარიგება. ადამიანებში ხომ ვერ ერკვევი და სხვა რა გიყო რომელი მხრიდან მოგიარო კონჩენტინა ბრიყვო. რაღა გაკადრო სხვა. ამაზე მეც რაღაც აკადრებ ალექსანდრო. უყურეთ გაბრაზებაც რომ ცოდნია მათხოვარს. მათხოვრის ხმა მესმის. ნამდვილი მათხოვრის. შიშხუნას დაგალევინებ. თქვენ არ ციცით ვინ იდგა თქვენს წინ. ბევრი კი გეგულებათ ასე მინდობი. ასეთი სათნო. რით დამიმტკიცებთ? რას და სულელი რომ ვარ? მაგას რა დამტკიცება უნდა? სადეთ აბა? ვცადო? დიახ. საბუთი გნებავთ? ნებავს კი. კი ბატონო. აი საბუთი. აღზდე კუმეო.